შენ რა მართლა ფიქრობ რომ ალადინის მულტფილმი სიყვარულზე, ოცნებების ასრულებაზე და მეგობრობაზე იყო? არა! ალადინის შიმპანზის მთანგველი დედაც მოუტყან. ეს მულტფილმი იყო ჩათლახობაზე, უსაქმურობაზე და გაჭირვებული ადამიანების ძარცვაზე. ანუ მართლა ფიქრობდი რომ მაგარი ტიპი იყო ეს ალადინი? იმიტომ რომ პრინცესა დაითრია და ბოროტ ჯაფარას თავის 2 მეტრიან სკიპეტრი ბუასილიან პროჭი გაურჭო? არა! ალადინის მატყუარა მამაძაღლი დედაც მოუტყან. ტიპი მთელი ცხოვრება დაყლე პროჭაობდა. უსაქმური მამაძაღლი იყო, მეგობრებიც კი არ ყავდა. ერთი ჩათლახი ბანჯგვლიანი შიმპანზე ყავდა და ისიც კი როჟებს უკერავდა. ალბათ ღამით ამ საწოდავ შიმპანზეს საცუარში თანგავდა. შეხედა საწოდავს რა სახე აქვს? გეგონება ჰიროსიმა და ნაგასაკი საკუარში მოუწყესო. ამის გამო ღამე ტარზანი ვიტყვიროდა, იმიტომ რომ პროჭი ეწოდაო. ტიპი არ შრომობდა, არაფერს არ აკეთებდა, მარტო მამაძაღლობდა. ღარიბს ართმევდა და მაიმუნს აჭმევდა. ტიპმა რობი ჰუდის კი გამოაყლევა ასეთი ნაგლური ჩათლახობით. იმის მაგივრად რომ რამე პროფესია ესწავლა და კარიერა მოეწყო, წავიდა და ვიღაც 2 მეტრიანი ჯინის 25 სანტიმეტრიან ბანჯგვლიან ბალაყანას ხელები მოუთათუნა და გარყვნილი ჯინის 100 ამოვნა. სწორედ ამიტომ შეუსრულა 3 სურვილი ამ ჩათლახმა ჯინიმ. ხო, ზუსტად ისე როგორც დუბაიში მოგზაური ინსტაფუჩუები აკეთებენ. ვიღაც გასიებულ მახინჯის ღნერის ბოჭკას კუტუს ეფერებია რომ მერე იმ ვირყვერამ სურვილები აუსრულოს. მაგრამ ეს ისტორია არ არის არც ალადინზე, არც მის ჩათლახ მაიმუნზე. ეს ისტორია არის ჯასმინზე. მეზიზღება ჯასმინი. ყველაზე უტვინო, ყველაზე გამოჩათლახებული და ყველაზე სირიმამიკოს განებივრებული ბუჩუ იყო. გოგოს ყველაფერი ჰქონდა თავის ცხოვრებაში. დიდყვარებიანი ვეფხვიც კი ყავდა, მაგრამ ყველაფერთ უკმაყოფილო იყო ეს ტრაკ ბანჯგვლა. ხო, ყველა მიცოდა უბანში რომ ჯასმინს ბანჯგვლიანი ტრაკი ჰქონდა. აგრაბაში სიმღერაც კი დაწერეს. ჯასმინ, პროჭი გაიპარსეო. აი მოусმინე. ჯასმინ, პროჭი გაიპარსე, თორემ სულმა შეგვაწუხა. რა დაგიშავეთ შებოზო, რა გინდა ჩვენგან? გაჯვიდა, გაიპარსე, თორემ ჯაფარა. მოვა და შეგიყოფს, იმიტომ რომ მევასება. Na 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 na. დასტოპე ბიჭო! მაგრამ ამ ჩათლაშკას პროჭის გაპარსვის მაგივრად თავგადასავლები მოუნდა. ჯერ ვიღაცა მაიმუნის მთანგვალ სირიკოს გადაეყარა და საცოდავ მამამის რამის იმპაქტი დაარტყა. მერე იმის ხალიჩაზე თავის სუნიანი პროჭი დადო და თავის ბანჯგვლიანი საკუარით მთელი აგრება მოწამლა, ისეთი სუნი დააყენა. აშკარად ლობი ოჭამა მჟავე პომიდურის მწნილთან ერთად ამ ბოზანდარამ. არ ვიცი ეს ყლეობა ვიდეო როგორ დავასრულო. ამიტომ ალადინის დედაც მოუტყან, ჯასმინის დედაც მოუტყან და ჯაფარას დედაც მოუტყან თავისი აგოსთან ერთად. ახლა კიდევ წავედით დავიძინეთ, თქვენ კიდევ უსმინეთ ამ სიმღერას კიდევ ერთხელ. ნახვამდის, შევხვდებით კიდევ ერთხელ. ხელი ჩამეხლიჩა. ჯასმინ, პროჭი გაიპარსე, თორემ სულმა შეგვაწუხა. რა დაგიშავეთ შებოზო, რა გინდა ჩვენგან? გაჯვიდა, გაიპარსე, თორემ ჯაფარა. მოვა და შეგიყოფს, იმიტომ რომ მევასება. Na 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 na